თქვენ ახსენეთ ასეთი რამ, რომ თუ რამე მოკლა ბადრი, მოკლა ამან. კერძოდ რა იგულისხმეთ და იგულისხმეთ არ ვიცი თქვენი ტყვით რა იგულისხმეთ, მაგრამ ფაქტი რა თქვით, რომ თქვენ სახურავზე, იმიტომ რომ ისმინებოდა ყველაფერი, ერთ საღამოს აბძანდით და სატელიტური ტელეფონით, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა მაშინ თბილისში, დაელაპარაკეთ ლონდონში ბადრი პატარკაციშვილს და მან გითხრათ, ბატონო ირაკლი, მიბძანდით თუ შეიძლება და გიორგი თარგამაძეს კითხეთ. მე რაც გავუგზავნე, იგულისხმებოდა მისი და ერეკლე კოდუას საუბრის ჩანაწერი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა, როგორც ვიცით, თვითონ გააკეთა, გავუგზავნე და რატო არ უშვებს იმედზე. ეს თქვენი სიტყვებია. თქვენ წაბძანდით და მეორე დილით ბატონ გიორგის ეს კითხეთ. ბატონმა გიორგიმ დაიწყო, როგორც მე ვეძახი ხოლმე, ჭმუჭმა. და ყანღალი და ყოყმანი, რომ გაუშვას თუ არ გაუშვას, ეს კარგია თუ არა ბადრისთვის და ასე შემდეგ და გითხრათ, რომ ეხლა არ მცალია და საღამოს დამიბრუნდი და ერთად ვუყუროთ და შევაფასოთ ღირს თუ არა ამის გაშვება. თქვენ მებრძანეთ, რომ ეს საღამო მომენტი, საღამოსი არც დადგა, იმიტომ რომ ამასობაში რუსთავი 2-ზე გავიდა ეს ჩანაწერი უკვე დაჭრილი და ბადრის სიტყვები გადაადგილებული გადმოადგილებული. მე არ ვიცოდი მაშინ დაჭრილი იყოს, მე გავიგე თქვენ, მე ისე ხო, გასაგებია, ყოველ შემთხვევაში ეს არის უკვე წლების შემდეგ, რასაც ჩვენ უკვე ფაქტებზე დაფუძნებულად ვადგენთ და რეალურად ეს ჩანაწერი იმის მაგივრად რომ გასულიყო იმედზე, იმ ფორმით, რა ფორმითაც გამოგზავნილი იქნა ლონდონიდან პატარკაციშვილის მიერ გიორგი თარგამაძისთვის, მოხვდა რუსთავი 2-ის ეთერში, ეს ის რუსთავი 2-ია, რომელსაც სრულად აკონტროლებდა სააკაშვილი.